ეს ხუთწუთიანი ბუდისტური რიტუალი თქვენს სხეულს სწავლების გარეშე კურნავს. ერთი წუთით დახუჯეთ თვალები და მოусმინეთ. გულით არსებობს რიტუალი და უძველესი რიტუალი. დავიწყებული რიტუალი. ჩუმი რიტუალი, რომელიც არ საჭიროებს სწავლებს, ტექნოლოგიას, კომერციულ დაპირებებს. ბუდისტური რიტუალი, რომელიც წმინდა დღეებში გადაეცემა, სადაც ბერები კურნავენ არა აბებით, არამედ სუნთქვის ცნობიერებით და აწმყო მომენტში დაბრუნებით. რატომ 5 წუთი? იმიტომ, რომ 5 წუთი საკმარისია თქვენი სხეულის მდგომარეობის საკმარისად შესაცვლელად. რათა ნერვული სისტემა საკმარისად გადატვირთოთ, რათა ვიბრაციული შეტყობინება გაუგზავნოთ ყველა უჯრედს. შეგიძლიათ შეწყვიტოთ გადარჩენა და დაიწყოთ განკურნება. ეს ძალიან მოკლეა თქვენი ეგოსთვის წინააღმდეგობის გასაწევად. ძალიან მოკლეა თქვენი გონებისთვის საბოტაჟისთვის. ძალიან მოკლეა თქვენთვის, რომ დანებდეთ. ეს რიტუალი არ არის სანახაობრივი. ის წმინდაა. ის ხმაურს არ გამოსცემს, მაგრამ ესაუბრება თქვენს ღვიძლს, თქვენს გულს, თქვენს იმუნურ სისტემას, თქვენს ძვლის ტვინში არსებულ სინათლეს. ის აღადგენს იმას, რასაც მედიცინა ვერ ხედავს, რასაც მეცნიერება ვერ გაზომავს. იმას, რასაც თქვენი სული დიდი ხნის განმავლობაში გრძნობდა, რაც მოხეტიალე ბერებმა გადასცეს. ეს რიტუალი საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა ტყის მონასტრებში, სადაც ბერები განკურნების ხელოვნებას ძალისხმევის გარეშე ასწავლიან. ამბობენ, რომ როდესაც საკუთარ თავთან ბრუნდებით, თქვენი სხეული წყვეტს ბრძოლას და იწყებს მოსმენას და სწორედ მაშინ იწყება განკურნება. რამდენიმე წამში თქვენ შეისწავლით უკიდურესად მარტივ, მაგრამ ღრმად წმინდა რიტუალს. ეს მხოლოდ 5 წუთს წაგართმევთ, მაგრამ მას შეუძლია შეცვალოს თქვენი სხეულის გამოღვიძების წესი. იცავს, ამუშავებს, სძინავს და ათავისუფლებს. ეს არ არის ტექნიკა. ეს არის განსახიერებული ჩუმი ლოცვა, რიტუალის წარმოშობა, განკურნება სიჩუმიდან. ეს რიტუალი არ მოდის საავადმყოფოებიდან, ლაბორატორიებიდან ან ინდუსტრიიდან. ის მოდის ჩუმი დღეებიდან, შორეული მთებიდან და მონასტრებიდან, რომლებიც იშვიათად სტუმრობენ დღეს. ბერები ცხოვრობენ ლაოსში, კამბოჯაში. მიანმარი და ჩრდილოეთ ტაილანდი არ ცხოვრობენ ქალაქებში. ისინი არ ეძებენ ნუგეშს. ისინი სძინავთ ხეების ქვეშ. მედიტირებენ გველებთან, ლოცულობენ ქარებთან ერთად და იკურნებიან სუნთქვით, სიჩუმით და ვიბრაციით. ეს რიტუალი წიგნში არ იკითხება. ის გადაეცემა ყოფნით, მაგალითით და მოსმენით. როდესაც მოწაფე მზად არის, მასწავლებელი არ გვთავაზობს თეორიას, არამედ სუნთქვას, რიტმს, ჟესტს, რომელიც ამბობს, გააკეთეთ ეს ყოველდილით და მიხვდებით, რაც თქვენს სხეულს არასდროს დავიწყებია. ძველ ბუდისტურ ტრადიციებში დაავადება დიდი ხნით ადრე იწყება, სანამ სხეული დაიწყებს ლაპარაკს. იწყება სუნთქვით, დაძაბულობის დისბალანსით, სწორ ვიბრაციასთან კავშირის დაკარგვით. რიტუალი, რომლის შესწავლასაც ახლა აპირებთ, მიზნად ისახავს ზუსტად იმ მომენტს, როდესაც ბრძოლას წყვეთ და არსებობას იწყებთ. 5 წუთიანი ბუდისტური რიტუალი, რომელიც სხეულის განკურნებას მედიკამენტების გარეშე წყვეთს, წყდება. დახუჯეთ თვალები და ნელა ისუნთქეთ. ეს რიტუალი შედგება 4 წმინდა ფაზისგან. სუნთქვა, ჟესტი, ვიზუალიზაცია და ენერგიული ნახტომი. პირველი ნაბიჯი, საწყისი სუნთქვა. კომფორტულად დაჯექით, ზურგი გასწორებული გქონდეთ, ორივე ხელი მუცელზე დადეთ. შეისუნთქეთ ცხვირით 4-მდე დათვლით. გააჩერეთ 2 წამი და ნელა ამოისუნთქეთ პირით 6-მდე დათვლით. თითოეული ამოსუნთქვისას წარმოიდგინეთ ნაცრისფერი ნისლი, რომელიც თქვენი სხეულის დაძაბულობას ტოვებს. ხაზი გაუსვით ძველ ფიქრებს. განაგრძეთ ეს სუნთქვა. მეორე ნაბიჯი, წმინდა თასის ჟესტი. ახლა ხელები თასის ფორმაში მოათავსეთ. თითქოს უხილავ შესაწირავს იღებთ. ცერა თითები ერთმანეთს ეხება, თითები მოდუნებულია. ხელები ჭიბთანაა დაყრდნობილი. დახუჯეთ თვალები. იგრძენით ენერგია თქვენს ხელისგულებში და შინაგანად თქვით. მზად ვარ მივიღო ის განკურნება, რასაც უკვე ვატარებ. მესამე ნაბიჯი, ოქროსფერი სინათლის ვიზუალიზაცია. წარმოიდგინეთ ციდან ჩამომავალი რბილი, ოქროსფერი შუქი, როგორც ნაზი, თბილი, კეთილგანწყობილი წვიმა. ის თქვენი თავის არეში შემოდის და ნელა მიედინება ყელში, გულში, კუჭში, მენჯსა და ტერფებში. ეს შუქი წმენდს, აღადგენს, აახლებს და კურნავს. არაფრის გაკეთება არ გჭირდებათ, უბრალოდ მიეცით საშუალება იმოქმედოს. მეოთხე ნაბიჯი, სამკურნალო ნახტომი. დაიდეთ მარჯვენა ხელი გულზე და მარცხენა ხელი მუცელზე. დარჩით იქ. ნელა ისუნთქეთ და შინაგანად თქვით, მე განვიკურნე. მე სინათლე ვარ. მე ცოცხალი ვარ.
დარჩით ამ სიჩუმეში კიდევ 30 წამის განმავლობაში. ნაზად გაიღიმეთ, შემდეგ გაახილეთ თვალები. რიტუალის ეფექტები, სითბოს და შინაგანი სიმშვიდის შეგრძნება. შემცირებული გონებრივი აგზნება, იმუნიტეტის რეაქტივაცია პარასიმპათიკური სისტემის მეშვეობით. ტყივილის ან დაძაბულობის დახვეწილი შემცირება და უხილავი, მაგრამ რეალური რაღაცის მიღების შეგრძნება. თქვენ ახლახან შეასრულეთ იშვიათი აქტი. უძველესი ჟესტი, მარტივი, მაგრამ წმინდა რიტუალი. 5 წუთის განმავლობაში არ ცდილობდით ისეთი რამის გაკეთებას, რასაც უბრალოდ ნებას რთავდით, გახსნიდით და მიესალმებოდით. ამ ჩუმ სივრცეში თქვენმა სხეულმა დაიწყო მოსმენა, ვიბრაცია და განკურნება. გახსოვდეთ, რომ არა ხანგრძლივობა, არამედ ყოფნა კურნავს. არა სირთულე, არამედ ცნობიერება გარდაქმნის. და ის, რასაც ახლახან გაააქტიურეთ, მხოლოდ თქვენი ერთგულება სჭირდება. ივარჯიშეთ ამ რიტუალში ყოველდღე 7 დღის განმავლობაში. ყოველთვის ერთსა და იმავე დროს. ყოველთვის სიჩუმეში, ყოველთვის პატივისცემით. და დააკვირდით. დააკვირდით, რა იცვლება თქვენს სხეულში, თქვენს ძილში, თქვენს განწყობაზე, თქვენს ენერგიაში. აბა, დღეისთვის სულ ეს იყო. ამ ვიდეოს დასასრულს მივაღწიეთ და არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ ამ არხის მნიშვნელოვანი ნაწილი ხართ. თავისუფლად გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარების განყოფილებაში. თუ არ ხართ დარწმუნებული, რა კომენტარი გააკეთოთ, უბრალოდ აკრიფეთ 100. უფრო მეტიც, თუ ახალი ხართ და ჯერ არ გამოგიწერიათ არხი, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ზარის ხატულაზე დაწყაპუნება, რათა არ გამოტოვოთ სასარგებლო ინფორმაციული ყოველდღიური ვიდეოები. გმადლობთ ყურებისთვის.